ალბათ გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, სადაც ვიმსჯელეთ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც დარგში მიმდინარეობს. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, ეს იქნება რეფორმა თუ ცვლილებები დარგში, აუცილებლად წინასწარი კონსულტაციები ხდება ბიზნესთან, მათი მოსაზრებები, ხედვები, გამოცდილებები იქნება გაზიარებული. დაისვა მნიშვნელოვანი კითხვები, თუ რა გამოწვევებს ხედავს ბიზნესი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რა გამოწვევებს აწყდება სხვადასხვა უწყებებთან მიმართებაში, კერძო სექტორთან ურთიერთობაში, საკითხი იქნება გაანალიზებული ხელისუფლების მხრიდან, სამინისტროს მხრიდან და საბოლოო ჯამში მივიღოთ იმ შედეგამდე, რომ ხელისუფლება იქნება ყველაზე მთავარი ხელშემწყობი გარანტი ბიზნესისთვის, რომ კერძო სექტორისთვის მომგებიან პირობებში აწარმოონ თავისი ბიზნესი. დღეს განმარტებები გააკეთა ქალბატონმა მარიამ ფრუიშვილმა უპრეცედენტო ჯარიმების ჩამოწერაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს ჩვენს დარგში. ეს თანხა დაახლოებით არის მილიარდი ლარი, რომელიც დაუგროვდა ბიზნესს ამა თუ იმ ობიექტური თუ არაობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. დეტალურად ვიმსჯელეთ, თუ ვის შეეხება, რა პირობებით მოხდება ვალების ჩამოწერა, გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მთავარი შემაფერხებელი გარემოება, რომელსაც ბიზნესი აწყდებოდა ჯარიმების სახით, ამის ჩამოწერას დიდი სტიმული იქნება. სისტემა უნდა გახდეს ერთიანი, ღია, გამჭვირვალე, თამაშის წესები ეცოდინებათ ბიზნესის წარმომადგენლებს და შესაბამისად უფრო ადვილად მოახდენენ რისკების გაანალიზებას, საკითხების დაზღვევას და ყველა ნაბიჯის გადადგმას, რომ მათი ბიზნესი იყოს წარმატებული საქართველოში.